დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 14 დეკემბერი, ჩემი დაბადების დღეა. და უნდა გავატარო და აუღნიშნო უბრალოდ საოცარ ადგილას და მინდა თქვენთან ერთად გავატარო. ორი ძალიან მაგარი ამანათ ჩამომივიდა, დიდხანს ველოდებოდი და მინდა გაჩვენოთ. ძალიან მაგრად დაემთხვა, რომ ჩემ დაბადების დღისთვის ჩამოვიდა. მოდი ჯერ ამას გავაღებ, უფრო დიდს, რადგან კაიხანი ნერწყვი მომდიოდა ამ ნივთზე და ძლივს ვიყიდე. როგორ ფიქრობთ რა არის? ეს არის ტიმბერლენდები. ისე მინდოდა რომ რა ვიცი. შეხედეთ. ვაიმე, რა მაგარი მოდი. აბა შეხედეთ, პროსტა რა მაგარია. ოფიციალური საიტიდან ვიწერ, შავპარასკევი რო იყო, მაშინ გამოვიწერე, კაი ფასდაკლებით. ძალიან მიყვარს აი ესეთი რკინები რომ აქვს. ძალიან მაგრად გამოიყურება. იმედია ჩემი ზომა. ნახევარი ზომით უფრო დიდი გამოვიწერე, რომ მთელი ნასკი ჩავიცვა ხოლმე. გონი ჩემი ზომა? ვაუ! ძალიან მაგარია. ძალიან კომფორტულია. ძალიან მაგრად გამოიყურება, ძალიან მევასება რა, ესეთი ფეხსაცმელი. ალბათ ფასიც გაინტერესებთ, ფასდაკლებით მაგალითად ეს ფეხსაცმელი დაჯდა $113. ტიმბერლენდებისთვის ნორმალური ფასია, ფასდაკლების გარეშე $160 დამიჯდებოდა. და კიდევ ერთი ფეხსაცმელი გამოვიწერე, ოღონდ სხვა საიტიდან. ეს ფიქრობ, უფრო მოგეწონებათ. კონვერსებია. ამაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს. ნახეთ რა ლამაზი ფერია. სერი ფერისა. თითქოს და მანდ უფრო მოყავისფრო იყო. თუ მეჩვენება, არ ვიცი. კეტებს კაიხანია, არ ვიცმევდი. მარტო ბავშვობაში დავრბოდი ხოლმე. აბა შეხედეთ, მაინც ეხლა შევკრავ და ვნახოთ როგორ გამოიყურება ფეხზე. ესეც ორიგინალური ვებსაიტიდან გამოვიწერე. აბა მოგწონთ? როგორ მოგწონთ აბა? ფერი მკაია. ეს კონვერსები ფასდაკლებით დამიჯდა $40 სადღაც 35-40 აღარ მახსოვს რა ყიდა. ესეც შავპარასკევს ვიყიდე. იდეალური ფეხსაცმელია. ერთი ასეთი, მეორე ასეთი. ძალიან მაგარია. კონვერსებში ისეთი გრძნობა მაქვს, ვითომ ჩუსტებით დავდივარ. ძალიან კომფორტულია. ბათინკებიც ცუდი არა. ძალიან ლამაზებია. ძალიან მევასება. ძალიან კმაყოფილი ვარ და გამოვიდა რომ ჩემს დაბადების დღეზე ასეთი კაი საჩუქარი ვაჩვკე ჩემ თავს. აი ეხლა აკვაპარკში მივედით უკვე. დღეს ჯინოს აკვაპარკში დაბადების დღეს ვიხდი. ეს აკვაპარკი ნამდვილად უზარმაზარია, რადგან იმდენი დარბაზი გამოვიარეთ და არ მთავრდება უბრალოდ, შეხედეთ რა მხელა არის. ეხლა აქ არის რაღაც ჯინო გემზე შესასვლელი, ხედავთ? ძალიან მაინტერესებს რა არის, უნდა წავიდეთ. რაღაც დიდი ის არის შესასვლელი. ეს არის გემი. ანუ გემის შიგნით ვართ და დიდი ბასეინია და ძალიან თბილა. ზოგი ფიქრობს, რომ ზამთარში აკვაპარკი არ მუშაობს, მაგრამ ცდებით, გადმოფარებულშია და ძალიან თბილა. ასე რომ ესე კუპალნიკით არ გაცივდებით, რა თქმა უნდა. რა შემასხა ბიჭო. ძალიან თბილა, ძალიან მაგარია. ანუ ჯაკუზის პონჩია და ძალიან ასწორებს. აქ დასაჯდუიც არ ვიცოდი, ძალიან მაგარია. ესე შეგიძლია რელაქსი მიიღო. ნუ როგორ მოგწონს ეს ჯაკუზი? ეს არის მაქსიმალური რელაქსი, რაც მეოდეს მე მიგრძნია. ძალიან საკაიფოა. აქ ჩემი ძმა იხრჩობა, კაი ხო ხუმრობ. ამ ჯაკუზში კაიხანია გავჩერდით, ძალიან სასიამოვნო წყალი იყო. საუბრობდით და ვტკბებოდით მომენტით. კაიხანია, გვზივართ, საუბრობთ, მაგარი რელაქსია ხო? ძალიან მომეწონეთ. Next. შემდეგი. აი ხა ესე რო გამოდიხარ, ძალიან ცივა. და გავიქცეთ ხოლმე. ძალიან ცივა რა გაგედო. სიტყვაში ვარ ისე. 5-ისთვის ჩვენი სხვა მეგობრებიც უნდა მოვიდნენ და ტელეფონები არ წამომიღია. არც მე და არც კაჭას არ აქვს და არ ვიცი როგორ ვიპოვით ერთმანეთს. პროსტა სხვადასხვა დარბაზებში ვივლით ესე და იმედია ვიპოვით. ჰამაკებიც
დია მაგარი რელაქსი მიიღოთ. შეხედეთ ბუშტუკები ჩაირთო ეხლა. ნახეთ რა მაგარია. ეს უკვე მაგარ რელაქსი არის. მგონი ზღვაზე უფრო მაგარია აკვაპარკში სიარული. დავინახეთ როგორ თამაშობდნენ ბავშვები ფრენკბურთს და შევუერთდით. მერე როგორც აღმოჩნდა ჩემი გამომწერები იყვნენ. არ ვიცი აქ ხელზე მეტყობა თუ არა, მაგრამ მთლიანად მტკივა ეს ხელის და ეს წყლის ფრენკბურთის გამოა. აქ ხალხის დაგვემატა ლევანი, ვორნატო და მისი შეყვარებული. ისევ გემის აუზში ვართ. უკან დავბრუნდით. აქ ძალიან თბილა და ძალიან კაია. კაი ადგილი არის და ხალხიც ცოტა არის და მოგწონს რა მოკლედ. იქრები ხდება პროსტა. რა ხდება? მანდ მეშინია მისვლა, რადგან კამერა წყალგამძლე არ მაქვს. ამას შეხედეთ ნახეთ. რები ხდება? ეს რა არის? ეხლა ტობოგანზე მივდივართ სასრიალოებზე. სადღაც აქა. სად ვარ? ეს რეალი არის? შიგნით უნდა ვისრიალოთ? აი ამაში? ამაში? აკაია ლოქერებია, შეგვიძლია რაღაცეები ჩავდოთ, ჩავალაგოთ. ნისლის თავით არის. არ ვიცი რა ხდება, არ ვიცი სად ვარ, მაგრამ უნდა ვიკატავ. ხალხი ადის სადღაც ზემოთ. სადღაც ზემოთ ავდივარ და რაც უფრო ზემოთ ავდივართ, მელა ხო? აი მე დავეჯახე. ბიჭო, მე დავდივარ. ეს რა არის? გაყინული მაქვს ფეხები ისედაც. გამეყინა ფეხები. არ ვიცი სად ვარ. მაგრამ ხალხს მიუყვები, კიპები არ მთავრდება გებისებით. როგორც იქნა ავედით, ხალხი ელოდება. მაგრამ კამერით ვერ ვისრიალებ. და ისევ დაბლა უნდა ჩავიდე. შეიძლება არ გავიშვა. შემდეგი ჩვენ ვართ. ზემოთ მითხეს ის ყელსაბამები მოიხსენიო, რადგან რა ვიცი, ალბათ შეიძლება დავიჩვენო მაგისგან. იქნებ მოიხსენი, ხო? ყველაზე სწრაფში ჩავედი. გოგო, როგორ მოგეწონა? ეს იყო ძალაშინები მოიწონა. მიხეთქეო, კეთე ესე ვიყავი. გოგო, ბოლოს ისეთი ვიყავი, რომ ვეღარ ვსუნთქავდი, ძალიან ცუდად ვიყავი. ვაფშე ვერაფერი ვერ გავიგე. ხო და თავიდან ისეთი მარტივი იყო ნელი, მეთქი ეს არის სწრაფით, ხო? მე ისეთი რაღაცეები დაიწყო, რომ ლამის ცუდად გავხდი. ნახევარი კუპონიკი ჩახდილი მქონდა ესეთი ამოვედი, მეთქი სად ვარ? მაგრამ მაგარი იყო მაინც. კაი იყო. თუ ადრენალინი გინდათ, წითელში გაიარეთ. Oh my god. Oh my god. ძალიან სუდას ვნახეთ მას რა შირს იმენა. რა არის? ხო, წითელი თავისუფალი იყო და რა ვიცი, შენ შედიო სტრაფზე გინდა და კაი რავი მეთქი და რო დაიწყო. დავიწყარი დაბადების დღე მაქვს დღეს. მოდით. ვა, რა დროს მოვედით? აქ რა ხდება? ძალიან ლამაზი არის, შეხედეთ ამას. რას არ ნახავ ამ აკვაპარკში? აუ, ძალიან სილამაზეა, ჰეი! ჩვენი სასტავი აქ არის, ყველანი მოვიდნენ. შეხედეთ ამ ჯადოსნურ ატმოსფეროს. აქ მოკლედ დაბადების დღის პროგრამა ავირჩიეთ და ეხლა დაიწყება წყალში თამაშები. ძალიან საინტერესო იქნება და ველით. აი, ყველანი მანდ ვიკრიბებით. ახლოს მოდით ჩემთან. გამიქრიეთ ხელები, გულები გამოვშით, რაღაცა გააკეთეთ და სამამდე რომ დავიწყდით 4
ბიჭი ეცევით ნადგიას და ააგდეთ აერში. აბა, რაგბისტის ხორგურებიათ. რაგბისტი 1, 2, 3. და ორი გუნდი. და რა თქმა უნდა, ნაცია იქნება ერთი გუნდის კაპიტანი. ზუსტად 10 წამი გაქვს. 10 წამი გაქვს იმისთვის, რომ გუნდს რამე უხერხული სახელი დაარქვათ. უხერხული რამე გუნდში. ერთი წელი იყო. წავიდა დრო. ყველაზე აქტიური თამაში და ძალიან რომ იყოს და ფერადი თამაში მოვიყანეთ ბერდის. ნონი? იმას გასმევცე, გუმალო ცანეს მევცე. აი, სუპერ გამოდივიდა, მოდი ცანეს მევცე, მომეცი ბურთია. შემდეგ თამაში ავირჩიეთ წყვილი. საქმე იმაშია, რომ არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა. და გვეუბნებიან, რომ ბურთი უნდა დავიჭიროთ წყვილთან, შუბლით. ჩართავენ სხვადასხვა მუსიკებს და ჩვენი მიზანია ვიცეკვოთ ყველა მუსიკაზე, ისე რომ ბურთი არ ჩაგვივარდეს წყალში. ყველა დაიψიონ ბიჭი. გამამათი პირველი მუსიკა ჩაერთო და ჩვენ ვცდილობთ ვიცეკვოთ ისე რომ ბურთი არ დაგვივარდეს. როგორც ხედავთ, დიმა და ვორნატო კარგად გაართვეს თავი. ჩვენგან განსხვავებით, რადგან მე მივარდებოდა ეს ბურთი. ამათ პირველი ბურთი დაუვარდათ, მერე დაუვარდა გიორგის და კატյას და ბოლოს ჩვენს დაგვივარდა. დაიწყო შემდეგი თამაშიც. თოკის გადაწევა. წყალი ძალიან გვირთულებდა საქმეს, შეუძლებელი იყო უბრალოდ გადაგვეწია. კაიხანი ვეჯაჯღურებოდით და მაინც წავაკეთ. შემდეგ თითოეული გუნდიდან ავირჩიეთ თითო კაცი, ჩასვეს კამერებში, მიართვეს ნიჩბები. მიზანი იყო გაესწროთ ერთმანეთი და ვინც ყველაზე სწრაფად მივიდოდა ფინიშთან, ის გაიმარჯვებდა. აქ მაგრად გულშემატკივრობდით. და აქ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა, რადგან გიორგი პირველი მივიდა. როგორც იქნა ერთხელ მაინც გავიმარჯვეთ. შემდეგი თამაში ძალიან მომეწონა, რადგან არაფერი არ უნდა გავეკეთებინა. უბრალოდ ვიჯექი კამერაში, სანამ ბიჭებს მივყავდით ფინიშამდე. აქ მივხვდი რომ ცხოვრება კაია. შემდეგი თამაში ჩემი უსაყვარლესია, რადგან გვითხრეს რომ ამ თამაში არ იქნება წესები. შეგვიძლია თმებზე ჩამოვქაჩოთ, წყალში გადავაგდოთ, დავახრჩოთ, წავაქცევინოთ. თავარია წავართვათ ბურთი და ჩავაგდოთ მოწინააღმდეგე ჯგუფის კამერაში. ხშირად ბურთს უბრალოდ ვმაზავდით. აქ რეები აღარ ხდებოდა, გადარჩენაზე იყო საუბარი. აქ ყველანი დავესიეთ ერთ საწყალ ბურთს. აქ შევეცადე ანას დახრჩობა. კაი ხო ვხუმრობ. იმედა ზედახორე იყო, რასაც ქვია. ვინც პირველი გამოიცნო. ზოგი ქართული იქნება, ზოგი არაქართული იქნება. და ვინც პირველი გამოიცნობს, ტექსტი უნდა გააგრძელოს იმით. გუნდმა, ალბათ გუნდმა უნდა გააგრძელოს. შემდეგ თამაში ირთვებოდა მუსიკა და უნდა ამოგვეცნო მისი სახელი და გაგვეგრძელებინა ტექსტი. მეგობრებო, ამაში ძალიან ცუდი ვიყავი. აქ კიდე ორი ჯგუფი ერთმანეთის წინააღმდეგ ვთამაშობდით. აქ უნდა ჩაგვეგდო ბურთი მოწინააღმდეგეთა კარში. ესეთი აქტიური თამაშები წყალში ჩემთვის საოცარი იყო. ზოგადად ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, რაც ეხება სპორტს და აქაც თუ უცურვა მცოდნო და უფრო კარგად ვითამაშებდი. გონად გურდი მითხრას რომ თამაშები ბავშვებისთვის იქნებაო, ბავშვებისთვის კი არა, ისე დავიღალეთ ყველანი, რომ რა ვიცი. ეს დაიღალე? ჩეის ჩალურჯებულია იმინასუ. მაგრამ მაგარი იყო, მაგრა გავერთეთ. კი წავაგეთ, მაგრამ მაინც კარგად გავერთეთ. დიდი არცის.
საჭმელის გამოიყვანე და იქ მიიყვანე. პირდაპირ ადგილზე გეგეთ? სად? არ ვიცი. სად დავდო? ეს რა იქნება? ხელი უნდა მოგიხატო, კედელზე მიადო და სახელი გააძლევ. ხელდი? პლანი იყოს. შემოგარიან, ნიშანი უნდა დავტო. რა გიწყალე? წავედით ახლა უნდა დავტო. სადმე? 1 შენ ეს აკეთებ. 2 3 გადადე. დიმას რა დააწერ. ბოლო ისეს რა, ისახე. ეხლა გვაქვს ესეთი საჭმელები, აქ გვაქვს ხაჭაპური, ხოდოგი, კარტოფილი ფრი, ხილის ასორტი, წვენი და ბევრი სხვა რამ. ბევრი რამ, მაფინა. ბევრი სხვა რამ. იუბილარი საფრთხილოს დავდევ, ნაციტილოსა დავდების დღეს. მადლობა. საუკეთესო სურვილები. წინსვლას ყველგან YouTube-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე, Telegram-ზე და ბოლოს ხორებაში. აქ მივიდეთ ყოველ სამბერში. და აქ მივიდეთ. მთელი დღე არაფერი არ მიჭამია და ეხლა დიდი ადრენალინი. რა კარგია. Delicious. მოკლედ ახლა ვჭამეთ, კარგად გემრიელად. ეხლა უნდა მოვიფიქროთ რა გავაკეთოთ. ეს კიდე ჩამს, რაღაცა. აი ასორტი არის ხილი. ხო, ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი. კაცრავად, თქვენ რას აკეთებთ? სარეთ გასაფერი მეგობრებო, ველოდები. ჯერ ამ სპორტზე წავიდა პრინცი და არ დაბრუნებულა. აქ მომცეს იმის შესაძლებლობა, რომ დავაწერო სხვისი გვარი ხელის ანაბეჭდზე და ერთი ასო შემეშალა. Well, შემდეგში კალამი აღარ მომცეს. Sorry, არ მინდოდა. იმ ხელაზე იყო ჩართული მუსიკა, რომ არაფერი არ მოსმოდა. ბოდიში ელიზაბეთ იმედია არ გეწყინა. ყოველ შემთხვევისთვის ჩემგან არის დაწერილი. ამის გამო კიდევ დიდი ხანია ვიქრინჯებოდი. ეხლა კარგად ჭამეთ და მივდივართ ისევ გემში. აქაც არის ესეთი საცრიალოები, მაგრამ უფრო ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და კარგი ჩანს. ჩვენ გემზე მივდივართ, რომ ცოტათი რელაქსი მივიღოთ, რადგან ამ თამაშების გამო ძალიან დავიღალეთ რა. ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ძალიან დავიღალეთ. აქ რა სიჩუმეა. ცარიელია ყველაფერი. სულ მარტონი ვართ. ეგრანაირად. წყალი აღარა თუ არის? ესეთი თეთრია რომ მეგონა უცებ რომ წყალი აღარ იყო. წინ გემისკენ. ნახეთ, უკვე საახალწლოდ არის ყველაფერი მორთული. დიდი ნაძვის ხე დგას. აქ ისე ცივა, ბიჭო, რომ მედურება აქ უნდა. თან იმხერა კარიდორია რა. თაკ წყლიდან რო გამოდიხარ? ხო და წყლიდან შენ რო გამოხვალ, მე შეგცივდება. ხერხა დიდად არ ცივა. მაგრამ წყლიდან რო ამოდიხარ, იმენა ძალიან ცივა. შემდეგ ნახევარი საათი გადავიკარგეთ გემის აუზში და ვთამაშობდით მაფიოზობანას. თქვენ არიცით რა სასიამოვნოა, როცა თამაშობთ ასეთ ადგილას. თბილი წყლით სავსე აუზში. ძალიან სასიამოვნო გრძნობა. მოკლედ დღევანდელი დღე დავასრულეთ ამ ბასეინში ცურვით, ძალიან მაგრად გავატარეთ ეს დღე. თუ მალე დაბადების დღე გაქვთ და არიცით სად გაატაროთ, გირჩევდით რომ გაატაროთ ჯინოს აკვაპარკში, რადგან ნამდვილად დაუვიწყარი იყო ეს დღე. 1000 თამაშები იყო, სხვადასხვა ბასეინები, სასრიალოები, ტობოგანი, გემრიელი საკვები იყო. ამიტომ გირჩევდით რომ აქ აღნიშნოთ დაბადების დღე. ნამდვილად არ ინანებთ. ეხლა თითქმის ღამის 9 საათია და კაციშვილი არა. ძალიან მაგარი დღე იყო. ყველას ძალიან მოეწონა და ბევრი გამომწერი შემხვდა გზაში, სურათები გადავიღეთ, 1000 რაღაც, მოკლედ ძალიან საინტერესოდ გავატარე ეს დღე. საახალწლო თემატიკაში არის აქ ყველაფერი მორთული. ძალიან ბევრი საჩუქარი მაჩუქეს და ახლა გაჩვენებთ რეებია. მინი unboxing-ს გავაკეთებ. მე ხმა მაქვს ჩახრჩობილი, იმდენს ვყვიროდი დღეს, იმდენს ვწიოდი და იმდენს ვიცინოდი, რომ ხმაზე დამეტყო.
ამ unboxing-ს უკვე ხვალ გადავიღებ, ფიქრობ. მე მაკიაჟიც კი აღარ დამჩა სახეს. აი, ნუ ვარდები. ეს საჩუქარი ვარდება და ძალიან უნდა რომ გავხსნა. სიმართლე გითხრათ, უკვე გავხსენი ეს საჩუქარი. პირველი ორი საჩუქარი გავხსნენი თავიდანვე. ძალიან თბილი სახალხო წინდა. ახალ წელს გამომადგება. ეს ჩემმა ძმამ მაჩუქა, დუშის გელი და ასეთი საყვარელი სვიტრი. შეხედეთ. ხო არ ჩავიცვა ახლა. ძალიან საყვარელია. შეხედეთ. კატარი. ძალიან მიყვარს კატები. მე ხმა ისე მაქვს ჩახრჩობილი. სულ გუშინდელი დღის ბრალია. იმდენ ზღვიროდი და ვიცინოდი. ახლა კაია, უფრო ფერადი კადრი გამოვიდა. მეორე კიდევ რაც ვნახე, ეს საჩუქარია. ეს ჩანთა უკვე გავხსენი, გუშინაც ვიყენებდი უკვე დაბადების დღეზე. მომწვანო ფერისაა, კუპალინგს ძალიან მოუხდა. და აქ როგორც უკვე ვნახე, თავის მოვლის საშუალებებია. ვაუ, ძალიან ბევრი რაღაცებია. ეს პირველს ვხედავ, ტანის კრემია, ქოქოსის სურნელი ძალიან მომწონს. ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი სურნელია კოსმეტიკურ საშუალებებში. ძალიან კაია. მე ხელებსაც ძლივს ვამოძრავებ. ფრენკბურთს რო ვთამაშობდით ესე. აქ ყველაფერი მტკივა. ვერ ვამოძრავებ ნორმალურად ხელებს. ვაუ, ეს ტანის სკრაბია. ესეც ქოქოსის სურნელით. აუ, როგორ მიყვარს ესეთი რაღაცები. ეს ტანის არის? აუ, ყველაფერი ქოქოსისაა, რა მაგარია. ძალიან კაი რაღაცებია. მოდით ერთი ესეთი გავახოთ. აი, ესენი უკვე არ მინახია დანარჩენი, რაც არის. აქ ხედა უკვე რაღაც. ამის მაგვარი მაქვს, მაინც უნდა გაჩვენოთ. აი, ეს არის ჩემი ესეთი გასაღებით. ეს ძალიან ლამაზი ფერისაა. ესეთ ბლოკნოტებს ვიყენებ, რაღაცებს ვწერ შიგნით. ასე რომ ნამდვილად კაი საჩუქარია გამომადგება. ეს ჩემ ბლოკნოტში აქ ფიზიკის რაღაცებს ვსწავლობ, მაგრამ ქართულ ენაზე არ მიწერია. მაგნიტური ველები და რაღაც. ეგ საინტერესო რამეა, სკოლაში არ მაინტერესებდა და ეხლა დავიწყე სწავლა. ჩემით ნენლალა ვავსებ რა აქაურობას. ესე რომ მადლობა, ამას ნამდვილად გამოვიყენებ. და მეორეც რაღაც ესეთია. უცნაურად გამოიყურება. რაღაც თეს შიგნით. ვაუ. რა მაგარია. ჯერ ამ პაწუკ არ უნდა გაჩვენოთ ახლოდან რა. ესე არ შეიძლება. ამ პაწუკებს შეხედეთ. წესით უნდა ანათებდეს, ხო? მგონი სიბნელეში ანათებს. ეს მგონი ერთ-ერთი ანიმედან არის პერსონაჟები. რა ერქვა ადრე ვუყურებდი. ზუსტად ესეთი არსებები იყვნენ ტყის. პრინცესა მონონოკეში ან სადღაც იყო. რაღაც ისე ძველებურ ანიმეში. სტუდიო გიბლის. ანიმეს ძალიან დიდი მოყვარული ვიყავი ადრე. ეს რაღაც ბრასლეტი არის. შეხედეთ. ოპს, რაღაც დავარდა. და ესეთი ყელსაბამია. საიდან იცის რომ მიყვარს მწვანე ფერი? სხვათა შორის აკვაპარკშიც დავტოვე მწვანე ფერში ჩემი ხელის კვალი. მწვანე ფერი ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი ფერი. ძალიან მაგარი საჩუქარია მომეწონა. ლევანისგან და ანასგან. ვარნატოსგან არის ეს საჩუქარი და მისი შეყვარებულისგან. ვაიმე, ეს რა საყვარელია, შეხედე. გულები აღათია. საჭმელი დავიდაყე. ამას მაინც რაღაც აქ დავდებ. საჭმელი. ვაიმე, როგორ მშიე ხა თუ იცით. და შევჭამო ვიდეოს მე ეგრევე. ეს რა არის? ჯაბახან რაღაც არის. რა არის? რა ხება რაღაც არის? პანდორას ყუთია. ამ ის ყიდვაზე ვფიქრობდი. რას უნდა წამოვიდა? ძალიან უცხო სურნელი აქვს. ეს კიდე ბოდი კრემი. მე უკვე გითხარით, რომ თავის მოვლის საშუალებების ნამდვილი მანიაკი ვარ. ესეთი რაღაცები იმდენად მიყვარს. ძალიან კაი სურნელი აქვს. რის სურნელი აქვს? ვერ ხვდები. კაი სურნელი აქვს, მაგრამ რა არის? არ ვიცი. იგივე გონი კაშმირი, მუსკუსი და ამბერი. ძალიან ეს ლაქშერი სურნელი აქვს. Thank you so much. ამას გავავიყენებ ნამდვილად. ძალიან კარგად ატანიანებს კანს. ამ საყვარელ შეფუთვას შეხედეთ. ეს არის სურნელოვანი სანთელი, როგორც მითხრეს. სურნელოვანი სანთლები ძალიან მიყვარს. საიდან გაიგო ერთი? ხელნაკეთია. ეს საქართველოშია დამზადებული. ვაღმერთო ჩემო. თოკის ბრალია. აი ესეთი ტირამისუ სანთელი არის. ძალიან მიყვარს ესეთი რაღაცები. ვაუ. დავანთო.
უნდა ავანთო. როგორ მიყვარს გემრიელი სანთელი. ძალიან გემრიელი სურნელი აქვს. აგი იქ დავდგავ, არაჩვეულებრივი სურნელით რომ აივსოს ოთახი. ესეთი დაგვჭა. წერილი. What is this? რა არის? ვაუ. სასაჩუქრო ვაუჩერია. ვულევუ პარფიუმერიის. მაგარია, მადლობა, ძალიან მაგარია, მადლობა. ისე გენიალური რამეა, როცა არის მაგალითად რა სურნელი მოსწონს ადამიანს, შეგიძლია აჩუქო უბრალოდ ვაუჩერი და უკვე თვითონ აირჩევს სასურველ პარფიუმერიას. გენიალურია, მადლობა. დღეს უეჭველი მივალ და რამეს შევარჩევ. შოკოლადები უნდა შევჭამო ეხლა. მადლობა ყველა სამსაჩუქრებისთვის. ყველაფერი იყო არაჩვეულებრივი. ძალიან დიდი მადლობა ყველანი ვიყარხართ. ჯინოს აკვაპარკში რომ ვიყავი, მაჩუქეს დაბადების დღეზე ასეთი ვაუჩერი და მინდა გავათამაშოთ ჩემს გამომწერებში, რომ თქვენ სახალისოდ გაატაროთ დღე, გაერთოთ და იგრძნოთ სიამოვნება. ეხლა გეტყვით რა შედის ამ ვაუჩერში. აკვაპარკში ვიზიტი 2 ადამიანზე, 1 ზრდასრული და 1 ბავშვი, საბავშვო აუზით სარგებლობა, სარელაქსაციო აუზით სარგებლობა, ტოპოგანის 6 სლაიდით სარგებლობა, აკვაპარკის გარე აუზებითა და ატრაქციონებით სარგებლობა, მაგრამ ეს გარეთა აუზები და ატრაქციონები ფუნქციონირებს მხოლოდ ზაფხულში. და ეს ვაუჩერი ძალაშია 1 წლის განმავლობაში. 14 დეკემბრიდან, ჩემს დაბადების დღეზე რომ მივიღე, შემდეგი წლის 14 დეკემბრამდე არის. და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიყენოთ. ანუ 1 ზრდასრული და 1 ბავშვი ყველაფერს უფასოდ გამოიყენებთ, რაც ჩამოგთვალეთ. კიდევ მინდა გაჩუქოთ ასორტის ვაუჩერი, საჩუქრად კომპანიისგან 20%-იანი ფასდაკლების ბარათი. ეს იქნება თქვენი ტკბილი ემოცია. აქ შეგიძლიათ შევკვეთოთ ტორტები, ნამცხრები, ტკბილეულობა 20%-იანი ფასდაკლებით. გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. აუცილებლად უნდა გქონდეთ გამოწერილი ჩემი YouTube არხი, მარსელინი. უნდა დაალაიქოთ ეს ვიდეო და დატოვოთ რამე კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და ასევე ამ კომენტარში მიუთითოთ Instagram-ის username-ი. იმისთვის რომ მე გამარჯვებულს დაუკავშირდე. დაუშვათ თქვენ თუ არ გაქვთ Instagram-ი, შეგიძლიათ მიუთითოთ დის, ძმის ან მშობლების აკაუნთის username-ი და აუცილებლად მიუთითეთ რომ შევძლო დაკავშირება. Facebook-ები არ მიუთითოთ, რადგან ვერ გიპოვით ფიზიკურად ძალიან რთულია, ბევრ ადამიანს აგდებს ხოლმე და ჯობია დაწეროთ Instagram-ის username-ი. სულ ეს არის. გამარჯვებული აირჩევა რენდომულად სპეციალური პროგრამით. ამ ვიდეოს დადებიდან 3 დღეში გამოვაცხადებ გამარჯვებულს როგორც YouTube-ზე, ისე Instagram-ში და რა თქმა უნდა დაუკავშირდები გამარჯვებულს Instagram-ში. მე წარმატებას გისურვებთ და მე ამაზე დაგემშვიდობებით და ჩვენ შევხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში. ნახვამდის. მოგილოცავ შენ ამ დღეს, მოგიდან საჩუქრებს, ყველა ერთად აღვნიშნავთ შენს დაბადების დღეს. მოგილოცავ შენ ამ დღეს, მოგიდან საჩუქრებს, ყველა ერთად აღვნიშნავთ შენს დაბადების დღეს. გილოცავ დაბადების დღეს, გილოცავ შენს დაბადების დღეს. მოგილოცავ შენ ამ დღეს, მოგიდან საჩუქრებს, ჩვენ ჯიროში აღვნიშნავთ შენს დაბადების დღეს. მოგილოცავ შენ ამ დღეს, მოგიდან საჩუქრებს, ჩვენ ჯიროში აღვნიშნავთ შენს დაბადების დღეს. გილოცავ დაბადების დღეს, გილოცავ შენს დაბადების დღეს. გილოცავ დაბადების დღეს, გილოცავ შენს დაბადების დღეს.